ევროკავშირთან ინტეგრაცია და ასოცირების შეთანხმება ამ თემაზე ხვალ ბათუმში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება. საპარლამენტო ფორუმის მიზანია საქართველოს პროგრესის შეფასება ევროინტეგრაციის გზაზე ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ. კონფერენციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გახსნის. გაიმართება დისკუსია თემებზე ქართული კანონმდებლობის ევროპულთა ჰარმონიზაცია, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში პარლამენტის საზედამხედველო როლი და ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობის გზები. ბათუმის კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ვიშეგრადის ჯგუფის სახელმწიფოებისა და დიდი ბრიტანეთის პარლამენტების წევრები, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენცია სასტუმრო შერატონში 10 საათზე დაიწყებს მუშაობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩემის აზრით, ჩვენ საპარლამენტო ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების დონეზე მოახერხეთ ის, რომ ჩამოყალიბდა ფორმატი ვიშეგრადს პლუს საქართველო, სადაც პოლიტიკურ ეკონომიკურ ინტეგრაციულ საკითხებს განვიხილავთ ერთობლივად. თქვენ იცით, რომ ვიშეგრადის ქვეყნები პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი არიან ერთგვარი ფლაგმანები ჩემის აზრით საერთოდ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და მათ ძალიან ბევრი შეუძლიათ გაგვიზიარონ როგორც საკანონმდებლო ჰარმონიზაციის, ასევე აღმასრულებელი სამუშაოების თვალსაზრისით.